ჟებს მიმართე. რომ შეიძლება ესეთ ფორმაში გაგეჩითოთ მეთქი და იცანით მეთქი. უაშინებ ამ ხალხს, იმიტომ რომ მართლმადიდებლები არ ვირონიზირებ. ხოიცი შიში რეალურად საშინელ შეცდომებს აშვებიებს ადამიანს, საშინელ ფატალურ სახელმწიფოსთვის. და აქ ეს შიშები ძალიან აქტუალურია. უფრო ისტერიული ხდება, უფრო ფსიქოპათური ხდება, უფრო პასუხისმგებლო ხდება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ მას უჩნდება შეგრძნება რომ ის ყველაფერს კარგავს. არ არის აქ ლაპარაკი სიცოცხლეებზე, აქ არის პასუხისმგებლობებზე, კაცო, აქ არის თანამდებობებზე და ფუნქციებზე. აქ არის შეფასებები ფუნქციები. რა ფუნქცია გქონდა ამ წლების განმავლობაში? როგორ გააკეთე ეს საქმე? რას ვხედავ მე, რას არ ვხედავ? მე მაგალითად არ ვიცი როგორი პრემიერ-მინისტრი არის და როგორი იქნება, მაგრამ არანაირი პრეტენზია არ მაქვს გილაურის მიმართ, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მიმართ. არ ვიცი მე წიაღსვლების შიგნით რა ხდება და რაღაცა, მაგრამ მარტივი მოქალაქეობრივი შეფასება მაქვს. შუქი არის ჩემს სახლში. გამაგიეროთ არ არის ენგურგესი, რომელიც უნდა იყოს ჩემი. ეს გაუგებარი არა. მანახონ ის არის კონტრაქტი, რომლითაც უფლება მაქვს რომ ნახო. ამიტომაც არ ვაფასებ მას როგორც პრემიერ-მინისტრი. მე პროფესიონალებისგან ვისმენ რაღაც ერთ ვერსიას, რომელსაც ვიძჯერებ და ეს დამაჯერებელი ვერსიები. მეორე ვერსია საერთოდ ლაპარაკები. აჩუმებულია. არ არსებობს. ხო, მე არ მესმის გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ომის დროს როგორ შეიძლებოდა რომ პარალელურად ასე თქვა გებელს და გერინგს და იმას ჰიტლერს რაღაცები მიეყიდა მოლოტოვისთვის და იმისთვის. ხო, თუ ომზეა ლაპარაკი. და თუ ასეთი სიმძაფრის კონფლიქტებზეა ლაპარაკი. ეს არის ჩემთვის პრიმიტიულ დონეზე ვერ ვიგებ. მე ხო პრიმიტივი ვარ. მე მოქალაქე ვარ. პირადად მე პრიმიტივი ვერ ხვდები ამ წიაღსვლებს. მე რისი მოწმეც ვარ, მე მოწმე ვარ ღრმა არათანმიმდევრულობის. და შესაბამისად ეს აჭერს საშინელ ეჭვებს. საშინელ ეჭვებს და სიმყარის განცდა ქვეშიდან, ფიგურალურად, მაგრამ სამოქალაქო აღქმით მეცლება მიწა, იმიტომ რომ ვერ ხვდები რა ვექტორი აქვს ჩემს სახელმწიფოს. დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჯგუფელები იყვნენ, იცი? დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი და ყავდათ მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილი. პატარა ქვეყანა. და დიმიტრი ყიფიანი ყველაზე რუსები, ესე იგი მე-19 საუკუნის ერთი მხრივ ერთ მორწმუნე ჩვენ მართ, რომელსაც ვთქვათ რუსეთის ეგზარხოსმა დაწყებლა ქართველი ერი. და დიმიტრი ყიფიანი გამოეხმაურა ამას თავისი სტატიით, თავისი წერილით. და გადაასახლეს კაცი და მოკლეს. მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერია არის ძალიან საინტერესო ამ მხრივ, იმიტომ რომ ერთი მხრივ სულ აი ამაზე ვფიქრობ, რომ რეალურად რუსეთის შემოსვლით რამდენ კლასიანი სკოლა დაარსეს? ორი კლასიანი სკოლა შემოვიდა საქართველოში. ანუ მეორე კლასს გადასწარებად ეჯა სკოლიდან გამოხვედი დამთავრებული მეორე გეზზე გადავედი ესეც ჩვენ გვინდა გაერთიანება მომავალში იდეაში ხარისხში და არა ისე გავერთიანება. რა თქმა უნდა. ფასეულობები გასაგებელია. თუნდაც ამ ადამიანებთან მომავალში შევძლოთ საერთო ენის გამონახვა ჩვენმა შვილებმა მათ შვილებთან და ესეც საქართველოში ყველანაირი ათეტიკის გარეშე ვიცხოვრობთ. ეს არის მიზანი მართლა. რა თქმა უნდა. რა არის მიზანი? ამაზე კარგი რა თქმა უნდა 3 მილიონი ნახევარი კაცი კიდევ შევჭამოთ და ავხრათ. უბრალოდ მოგვიცით რა ნორმალურად ცხოვრების უსასწრება რა. პოლიტიკურ ვიმეების სათავეში მყოფ ადამიანებს ყოველთვის აქვთ შანსი გადაიჩინონ საკუთარი თავი და სხვაებიც. ამის შანსი ყოველთვის აქვთ. აიხაცა. დასაკარგი აღარაფერი აღარ აქვს. იცო ისია რომ ეგ დანაშაულები რომ ამოუტივდებათ, მორჩა მაგათი ცხოვრება. მე თუ ლაშასთან მაგ დანაშაული სიტყვაზე თუ არ ვუთხარი ადამიანის ბუნება ესეთი. თუ არ მოვინანე, არ ვუთხარი, გუნივრულად არ მიუდექი ამ საკითხს. შეიძლება მეგობარი დავკარგო, შემძულდეს. ჩემი დანაშაულის გამო. ხვდები? გაუზიანებელი უთქმე დანაშაულის გამო გძულდება ის ვისთანაც დამნაშავე ხარ. რატი? გძულვართ უკვე. ყველაზე უფრო შეიძლება ისინი წავიდნენ ღიად დიქტატურაზე. მოდი აი ეს ვთქვა. პატარა ქვეყნებში დიქტატურა არ გამოდის. არ გამოდის სტაგებული ომის შემდეგ განსაკუთრებით. შეუძლებელია რომ ამ ხალხში, ამ რეალობაში შენ მოახერხო, თქვათ, დიქტატურის არა. როდესაც არის კრიზისი და როდესაც უკან არის ძალიან მძიმე გამოცდილება ვიმეორებ ომის სახით
აქ ესე იგი ცოტა სხვანაირად თუ კი შექრჩა შენ რაღაც მორალის ელემენტები და თუ კი მართლა მანიაკი არ ახარ ჯალახი არ შექრჩა და მანიაკია არ არის შემოდი თქვა შანსი არ შექრჩა და მანიაკია ახლა 2-3 დღეზეა ლაპარაკი და გამორიცხული ასეთ მიმართებას პერსპექტივა არ აქვს გია პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს ასე ისტერიულად და საშინელი გზებით შენარჩუნებას შეიძლება არ ამგონია ესქნას არ ამგონია მოდის ესე ისტერიულად და საშინელი გზებით შენარჩუნება არა მოდი თქვა დღემდე მოდის ესე შესაძლოა ცოტა უფრო ერთიანი რო ყოფილიყო და პრინციპი რო ყოფილიყო ერთიანი ოპოზიციის ამ ნოემბრის სერიოზული კრიზისების მერე შესაძლოა მე ვფიქრობ რომ შეიძლება და უფრო მეტი პრაქტიკული რაღაც დაბიჯების და პრაქტიკული რაღაცების წამოღება ასე ვთქვათ წამოგლეჯა მოდის ვიხდი ამ სიტყვისათვის ინსტიტუციონალური თვალსაჩინო ეხლა გულწრფელები ვიყო დახსასული იყო რა იყო ესა არ გვაქვს ნანახი ძალიან დიდი პრობლემები ოპოზიციაში როგორ არა გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები და ანალიზისთვის ხო მათი მონოლითურობა ხელისუფლების მათი გავაანალიზოთ რა იყო ასე ვთქვათ ამ ორთაბრძოლაში წაგების მიზეზები და ხო პირველივე ასე ვთქვათ მარცხზე დაიშალა პოლიტიკური გუნდი პოლიტიკური ნაყოფი ოპოზიციის დაიშალა 21 მაისის არჩევნებში ხო თავარი ბირთვი მოდი ასე ვთქვათ რაც არ უნდა მომხდარიყო არაფრით იმიტომ რომ პოლიტიკური პოლუსი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური სახის მქონე კონკრეტული სახის მქონე პოლუსი უნდა ყოფილიყო სამწუხარო რეალობაა და არ ამგონი ეხა კერძო საუბარში რომელიმე ოპოზიციის წარმომადგენელმა ეს უარყოს საჯარო განცხადებაში რატო ისე ვიქმედივარ ქვეყანა არ იყო ყველასთვის უპირველეს ყოვლისა აი იყო ოპოზიციის ძირითადი და ზოგისთვის თავისი პარტია იყო უპირველეს ყოვლისა ზოგისთვის თავისი პიროვნება იყო უპირველეს და ამიტომაც ვთქვათ მოდი სიმართლე ვილაპარაკოთ ეს ოპოზიციის დაშლა რა ის რა იყო პირველ 7 ნოემბერი რომ მოხდა და 8 ნოემბერს ოპოზიციური ერთობიდან რომ ლეიბები გავიდნენ. ხო გავიდნენ რა 8-ში. რატო გავიდნენ? ლეიბორისტები? ნუ ლეიბორისტები ძალიან საერთო პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩემი წარმოდგენა. ერთობა და რაღაცა ეს იდეაფიქსი მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის რა არის? დაახმეტე მოდელს მე მგონი ვერ მივიღებ. ქართველები ვარ. ერთ წელიწადში რა შევიცვლებით? უნდა ვეცადოთ. ხო, უნდა არა, მე მგონი ურთიერთსაპირისპირო ძალების შეკავშირება და შესაბამისად ბალანსი. ეს არის სახელმწიფო. არ უნდა გქონდეს კონკურენცია ბალანსი. თუ კი შენ გინდა იდეალური ადამიანის აღზრდა, მაშინ რობესპიერი ხარ. იმიტომ რომ ვერ მაშინ ტროცკი ხარ. კონკურენცია ქმნის ჩვენთვის პოზიტიურ შედეგს. შემიძლია რომ გავაკეთო ის მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო. კი ბატონო, მაქსიმალურად გავაკეთო. შენ ქალაქში რომ ერთი პურის მაღაზიაა, ის რა ფასად გინდა იმას გიდებს იმპულზე და გიძულებული ხარ ეგრე იყიდო. უნდა იყოს ბევრი პურის მაღაზია და თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. აბარა. ეგ არის, პოლიტიკა ეგ არის. პურარჩევანობა. ეგ არის. როგორ ეთქობა რომ ზრიად გამსახურდიას ნაცვლია, იგი და ეგონი გადასარევი ბინა. ეხლა ბაიამ რა თქვა, იცი, აქ არის ხალხი, რომელიც 6-მდეც არისო. და გია მე ძალიან წყდებაო. დიდი წნევები, დიდი ჭმუნვა, დიდი თვისება. არა, იცი რა, უკვე ჭევკავია, ცოტა ძილი 4-ის 25 წუთია და. ბავშვები ყავს. ხო და ბავშვები. დღეს დავასრულოთ ამით. რა გითქვია? მიხეილ თავისებური? მიხეილ თავისებური. ხოდა ასე რომ მიხეილ გამომწევი მაგრამ ბოლომდე პოლიტკორექტულია ხო და ძილჩე თავაზე ფეხა შეხავს ჯერ არა ჯერ მონოლოგი კივის აბა კარგად დავაი რა თქოს აბა კარგად იქა კარგად დავიწერანა აი ეს ახე რა კარგია რა გუშინ აი ეს საზოგადოებრივი შეკრება რო იყო რუსთაველის ზეგლთან ნიკოლოზ გობეჩია შოზიკო მიქაძე მიშა გომართელი მელორ ვაჩნაძე გააჩერა